დღეს ჩვენს ფოკუსში არის Google კომპანია, რომელმაც გადაანგრია ყველანაირი მოლოდინები, კვარტალური შედეგები გამოუქვეყნა კომპანიამ და ამ შემთხვევაში შემოსავალი მეოთხე კვარტალში იყო 114 მილიარდი დოლარი, 18%-იანი მატებაა, ის 2 მილიარდით აღემატება ანალიტიკოსების მოლოდინებს, რაც შეეხება კომპანიის მოგებას ის შეადგენს 34.9 მილიარდ დოლარს, ეს კი არის 30%-ით გაზრდილი მაჩვენებელი. ძალიან ცოტა კომპანია მახსენდება პლანეტაზე, რომელსაც შეუძლია ერთ კვარტალში დააფიქსიროს 30%-ით მეტი მოგება, თანაც ასეთ რთულ კვარტალში და ასეთი კონკურენციის ფონზე აქ უნდა გავითვალისწინოთ ის, რომ Google-ს ყავს უამრავი კონკურენტი, Microsoft-ით დაწყებული, OpenAI-ით თუ Anthropic-ით დამთავრებული, ყველა მიმართულებით Google-ის ბაზრის სტილის წართმევას ცდილობს ყველა, მაგრამ ეს კომპანია მაინც ინარჩუნებს ბაზრის სტილს ძალიან დომინანტურად, ვინაიდან ის არის საძიებო ბაზრების მთავარი მონოპოლი 90%, რეალურად საძიებო ბაზრებისა დღესაც უჭირავს Google-ს. ერთი საინტერესო რამ რაც ხდება დღეს არის ის, რომ ასეთი ფინანსური შედეგების გამოქვეყნების ფონზე, აი ახლა შევავლოცვე აქციების შეფასება და არის შემცირებული 3%. რანაირად შეიძლება კომპანია ზრდიდეს მოგებას 30% და მისი აქციები ეცემოდეს 3%. ამას აქვს ერთი მარტივი ახსნა და ახსნა არის CAPEX-ში, კაპიტალურ დანახარჯებში, რომელიც 2026 წელს იქნება 175-დან 185 მილიარდი დოლარის ფარგლებში. კი, გაორმაგებაზე გვაქვს საუბარი, ეს არ მოსწონთ ინვესტორებს, ისინი ფიქრობენ და ამბობენ, რომ ზედმეტი ინვესტიციის ჩადება ხელოვნურ ინტელექტში და სხვადასხვა ექსპერიმენტულ ტექნოლოგიებში მთლად მიზანშეწონილი არ არის, მაგრამ Google-ს აქვს საპირისპირო პასუხი და ეს პასუხი გამომდინარეობს იქიდან, რომ Google არის უკიდურესად ინოვაციური კომპანია და იმისათვის, რომ ის მომდენო 20-30 წლის განმავლობაში იყოს რელევანტური და იყოს ისევ იმ ტახტზე, რომელზედაც ახლა არის, აუცილებელია, რომ მან ჩადოს ძალიან დიდი ინვესტიციები მომავალში. ამის გარეშე ტექ გიგანტი თავისი მონოპოლის სტატუსს ვერ შეინარჩუნებს და ამიტომაც ეს არის ის პრემიუმი, რომლის გადახდაც ინვესტორებს უწევს. ეს არ არის კომპანია, რომელიც აწარმოებს ბურგერებს, სადაც არ არის დიდი ინოვაცია, საჭირო ეს არის Google, რომელიც მუშაობს ყველაზე მაღალ ტექნოლოგიურ სფეროში და ხელოვნური ინტელექტი არის ის მთავარი სფერო, რომელშიც ახლა Google დებს ყველაზე დიდ ინვესტიციას. მოკლევადაში ეს ინვესტორებს არ მოწონთ, აქციის ფასი ეცემა, მაგრამ გრძელვადაში ამაში ცუც ვერაფერს ვერ ხედავ. კომპანია, როდესაც 185 მილიარდს დებს განვითარებაში, ალბათ განვითარდება კიდეც. ნუ ალბათ აქ მთავარი გამომწვევი არის ის შიში, რაც თუნდაც Anthropic-მა შეუქმნა ინვესტორებს, იმიტომ რომ ასეთ პატარა 350 მილიარდიანმა კომპანიამ მოახერხა ფაქტობრივად ჩაძირვა რამდენი კომპანიის. სხვათა შორის, გაცილებით უფრო დამაიმედებელი მოცემულობა შეუქმნა ინვესტორებს Nvidia-მ, რომელმაც როგორც იქნა საბოლოოდ OpenAI-ში პირველი მნიშვნელოვანი ტრანში განახორციელა 20 მილიარდის ინვესტირებაზე გვაქვს საუბარი, რაც ძალიან სწორი გადაწყვეტილება იმ თვალსაზრისით, რომ როცა გამოაცხადა Jensen Huang-მა, რომ 100 მილიარდს ჩავდება OpenAI-შიო, არავითარი მტკიცებულება ამის არ არსებობდა და ესე hire-ში დაპირების ფონზე შემდეგ OpenAI-მ დაიწყო hire-ში დაპირებების თავადაც გაცემა, რამაც AI ბუშტის გაჩენის საფრთხე რეალურად შექმნა. თუმცა ამ შემთხვევაში ვითარება საკმაოდ უკეთესობისკენ არის, მარტივად შეგვიძლია ვთქვათ. შეცვლილი აქ ძალიან მნიშვნელოვანი არის ის, რომ OpenAI-ს მხოლოდ Nvidia არ უწევს მხარდაჭერას და ბოლოს დაფინანსების სესიაზე კომპანიამ, სტარტაპმა, Sam Altman-ისამ მოახერხა 100 მილიარდის მოზიდვა. თქვენ ამაზე წინა დღეებშიც ისაუბრეთ, ამ შემთხვევაში SoftBank-ი, იაპონური ფინანსური გიგანტი ჩაძდებს 30 მილიარდს, Amazon-ი დებს 50 მილიარდს. მოკლედ, ხელოვნური ინტელექტის ინდუსტრიაში ბევრი მოთამაშე შედის და რაც მთავარია და თავისი პოზიციების დაკავება სურს და რაც მთავარია Nvidia თავის დაპირებებს ასრულებს, რისი ფინანსური რესურსიც აქვს, თუმცა ის რომ ეს hire-ში არ უნდა ისროლონ, ასე რომ ვთქვათ, ფრაზები, ეს ალბათ Jensen Huang-ისთვის კარგი გაკვეთილი იქნება სამომავლო, თუმცა ამჟამად ესეც კარგი საქმეა, რომ 20 მილიარდის ინვესტიცია განახორციელა. ხო, Nvidia-ს ასეთი ფული რეალურად იმიტომ აქვს, რომ ის მონოპოლია რეალურად AI ჩიპების წარმოების მიმართულებით. Nvidia-ს კონკურენტი რეალური დღეს ამ ეტაპზე ყოველ შემთხვევაში არ ყავს. Nvidia აწარმოებს საუკეთესო AI პროცესორებს, მაგრამ ეს ვითარება არ არის რაღაც გრძელვადიანი სამუდამო მოცემულობა, ბევრი კონკურენტი არსებობს ამ ბაზარზე, რომელთაც აქვს პრეტენზია და სურვილი, რომ ამ ბაზარზე შევიდნენ, რადგან ყველაზე დიდი მოგება დღეს სწორედ იქ მოიძებნება და ერთ-ერთი კონკურენტი, რომელმაც შეიძლება AI პროცესორების ბაზარზე გარკვეული
კონკურენცია გაუწიოს NVIDIA-ს, ეს არის Intel-ი. Intel-მა ვის რა უნდა გაუწიოს კონკურენცია არ ვიცით, იმიტომ რომ ბოლო პერიოდში რაღაც Intel-ი ერთი კვარტალური შედეგიდან მეორე კვარტალურ შედეგში გადადის უარესი მოლოდინები და ყოველ ჯერზე კიდევ უფრო უარეს მოლოდინებს გვიანოსებს, მაგრამ მენეჯმენტმა აი ესეთი ამბიციური განცხადება გააკეთა და Intel-ში ფიქრობენ, რომ მათ აქვთ ახლა იმისი რესურსი და ცოდნა, რომ შექმნან NVIDIA-ს კონკურენტი AI პროცესორები. აქ უფრო ალბათ Intel-ში ფიქრობენ ბიუჯეტურ პროცესორებზე, რომელთაც არა ჰაიპერსკეილერები, არამედ საშუალო ზომის კომპანიები იყიდიან, რომელთაც სჭირდებათ AI მოდელების ლოკალური მუშაობისათვის პროცესორები, მაგრამ მაინც ეს არის პოზიტიური ნაბიჯი. რამდენად ჩაძირავს Intel-ი NVIDIA-ს, ეს საერთოდ რაღაც ფანტასტიკის სფერო უფრო მგონია, ვიდრე რეალური მსჯელობა, რადგანაც თავად Intel-ის ერთ-ერთი მსხვილი ინვესტორი არის NVIDIA, შესაბამისად რაღაც მფლობელი კომპანია არ დაუშვებს არაერად, რომ შულობილმა კომპანიამ მას აჯობოს, ეს არ მოხდება. მაგრამ Intel-ს შეიძლება ახალი სუნთქვა მიეცეს, თუ ის მართლა მოახერხებს რაიმე რენტაბელური პროდუქტის შექმნას, რადგანაც ხედავთ, რომ ჩიპების ბაზარზე Intel-ი ლამის ყოველდღე კარგავს ბაზრის წილს, ეს პროცესი რაღაც უსასრულოდ ვერ გაგრძელდება, ერთდროულად შეიძლება Intel-ი ბიზნესის გარეშეც დარჩეს, ამიტომაც მათ უწევთ ახალი სტრატეგიული მიმართულებების ათვისება, რამდენად გამოუვათ ეს უკვე სხვა საკითხია, ამას მხოლოდ და მხოლოდ დრო გვიჩვენებს.